თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა მესამე პრეზიდენტის ხდომას დაესწრო და სიტყვის უფლებით ისარგებლა. ის სასამართლოს შენობაში ხდომებს მას შემდეგ აღარ დასწრებია, რაც 2022 წელს ვივამეთში გადაიყვანეს. დღევანდელ პროცესზე მესამე პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა მისი მმართველობის პერიოდზე, ქვეყანაში არსებულ კრიზისსა და ამ ვითარებიდან გამოსვლის გზებზე. მიხეილ სააკაშვილის თქმით, დღეს საქართველოს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით მაფიოზური სტრუქტურა მართავს, რისი დამარცხებაც მხოლოდ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებით არის შესაძლებელი. საუბარი იმაზე, რომ უნდა ვიყოთ თუ არა ერთიანები, საერთოდ მეტი. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად და ვისაც ჯერ კიდევ გონია, რომ უხარია, რომ აი ჩემმა პარტიამ ოპოზიციურ პარტიებთან და ცოტათი მეტი პროცენტი მიიღო, იმას საერთოდ ვერაფერი ვერ გავუხ. და არანაირი პოლიტიკური მომოვლი არა. ვინც ჯეროს, რომ საერთო სტრატეგიაზე შეთანხმდა რადოს პარტიის გაერთიანება, ის საერთოდ მოწონს საზოგადოების მათის მეგობრებთან. ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება. რაზე ყამატობთ? და სტრატეგია და საერთო პრინციპები და თქვენი მერე განსხვავებით რიცხვითი განსხვავებით. გადაიმსო ყველა საკითხავს შავს და ყველა უყავთ მენიუში შეყვანილი შესაძლებლობა. იქით ხარ ეს არის ფული, ტყუილი, უტიფრობა, დაუნდობლობა, უკიდურესი უნიჭობა, ჭაობი, აქეთ რომ ხარ ეს არის სიმართლე, გამბედაობა, პატრიოტიზმი, ნიჭიერება, ახალგაზრდობა და მომავალი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, დღეს ქვეყანა ბევრად უფრო მზად არის ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს იყო. მისივე თქმით, ახალგაზრდების საუკეთესო ნაწილმა დაამტკიცა, რომ მზად არის ხელისუფლებაში მოსასვლელად. მე konkretულად ვუწოდებ მომავალისთვის და უფრო ხედავ მომავალს, რომელიც მეაცეითარავდა არ მინდა, მაგრამ მინდა დაფარდეს შრომა, უამრავი გამოცდი პატრიოტი ადამიანები და მასთან განსაკუთრებული როლი უნდა მივაკუთვნოთ ახალგაზრდობას, რომლის საუკეთესო ნაწილმა დაამტკიცა, რომ მზადაა და ღირსია ქვეყნის მმართველობაში მოსვლის. მე რომ განეკუთვნო საქართველოს გადაადგილება შემეძლო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში. მე საბრძოლო ფორმაში ვარ, ძალიან დიდ ხარდაჭერას და ენერგიას ვზობ და ვზადავარ ხელახლა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმძიმესი კრიზისთან ამოწევაში. ჰენდიერი, ძელად ყავა და ყველა ძიმე დავადებულ სუბიექტს, რომელმაც საკუთარი მთავარი ბენზინი, რომელსაც პრემიუმის უწოდება ციხეში გააგზავნა. გადაწყვიტა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრი და მისი დანაშაულების თანამონაწილე დაიჭირა. აჭარაში გასული ვასალი გაიმეტა სასიკვდილოდ. ამ ტიპაჟა მოწამლა ხალხი და ვიძუალ და მომწამლა მეც. ვინც თვალში ცუდად მოხვდა საკუთარ ბიზნეს პარტნიორებს შორის ალპოს ციხეში და ზებრადასო პრეზიდენტი. დღევანდელი სასამართლოს ხდომა 7 ნოემბრის საქმეს შეეხებოდა. პროცესი მოწმეების გამოკითხვის ეტაპზე დაიხურა, სააკაშვილმა კი სიტყვის უფლებით მანამდე ისარგებლა. 7 ნოემბრის საქმეზე მას სასჯელის სახე და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.